APPL-ის პოდკასტში განვაგრძობთ ჩვენი გუნდის წევრების გაცნობას. დღეს ნიკოლოზ დვალიშვილი არის ჩემი სტუმარი. მადლობა რომ დღეს აქ ხარ. პირველ რიგში მოდი გაეცანი ჩვენ სვენელებს და მაყურებლებს, ვინ ხარ, რა ხარ, ასაკეთებ APPL-ში. მადლობა პირიქით შენ რომ რავი დაინტერესდა მომიწვიე. მე ვარ deputy head of product marketing. სწორად შენ ხო დაიწერი აქ და იმიტომ რთული გზელი ტაიტლები ზოგადად მოვიწყდება ხომ. თან ანუ საინტერესო ის არის ჩემ ტაიტლში რომ ზოგადად აჭარბეში ეგრე არის. მე მგონი რომ ტაიტლი შეიძლება ერთი კონდეს, მაგრამ საქმე ბევრად უფრო განსხვავებული და მეტი და მრავალფეროვანი იყოს. იმიტომ რომ მე ვფიქრობ ეგ რაღაც პონჩი opportunity-ც არის, ანუ შესაძლებლობაც არის რომ სადაც დაინახავ რომ შეიძლება გააკეთო, უნდა ადგე და გააკეთო რა, იმიტომ რომ შენ თონაც ვითარდები, რაღაცა სწავლობ და ასე შემდეგ. ხო, ტაიტლი არის deputy head of product marketing. რას ნიშნავს ახლა ეგ? ეს რა არის შენი ყოველდღიურობა რა? კი ბატონო, ანუ რაც ვისაუბრე უკვე იქედან გამომდინარე, მარტო უშუალოდ product marketing-თან შეხება არ მაქვს. ანუ კიდე რაღაცა სიტყვაზე agile გუნდი, content team-ი, gaming content team-ი რაც არის, უფრო მეტად და საკმაოდ ახლოს მაქვს შეხება ამ ყველაფერთან, რომ უშუალოდ რაღაცა კაზინოს კონტენტი რაც შეიძლება მეტი კეთდებოდეს, რაც შეიძლება ხარისხიანი კეთდებოდეს, ისეთი რომ იუზერამდე სწორად მივიდეს, კარგად მივიდეს, რასაც იუზერი კარგად მიიღებს, ეგეთი კონტენტი კეთდებოდეს, ამას აწესრიგებს ესე რომ ვთქვათ gaming content team-ი. Product marketing-ი ზოგადად როგორც ყველა კომპანიაში, რაც შეიძლება პროდუქტთან ახლოს უნდა იყოს და პრინციპში იგივე გამოდის, რომ ზუსტად იგივე ხარისხის პროდუქტი იქმნებოდეს, რაც იუზერებს აინტერესებს და იუზერებს მოეწონებათ. ანუ შენ ხარ სუბტად პროდუქტის განვითარებაში და დახვეწაში ჩართული, ხარ თუ არა პრომოებში, ოფერებში, ასეთ რაღაცებში, შეთავაზებებში, მაგაშიც კი მონაწილეობა? უშუალოდ პროდუქტის განვითარებაში და დახვეწაში ვარ ჩართული, ესე რომ ვთქვათ, რომ ყველაზე მეტად თუ არის საჭიროება რომ რაღაცა პრომოებისში ჩავერთო, ასე შემდეგ, მაგაშიც ვერთვები, მაგრამ პირდაპირ ესე რომ ვთქვათ, უფრო მეტად მაგ ხარეში ვარ მეორე ნაწილში ვარ ჩართული. და ეს კონტენტის მიმართულება ეს არ იგულისხმება ოღონდ რომელიც გადის გარეთ ჩენელებში, ხო? ეს არის უფრო რაც ვებსაიტზე ხდება, ხო? უშუალოდ შიდა კონტენტი, ხო, ვებსაიტის კონტენტი, ესე რომ ვთქვათ, გარეთ ჩენელებს რაც შეეხება, digital გუნდის წევრიც ყავს კონტენტ გუნდში, ჩვეულებრივად და ნუ დისპლეიში გადის და ნუ დაირექტშიც გადის, უბრალოდ როგორც ვიცით, სხვაგან ვერსად ვერ გავდივართ აჭარაბეთი და ნუ სოციალები და ასე შემდეგ, სადაც შეგვიძლია ფართოდ გავიტანოთ და რავი, გარე რეკლამა გავაკეთოთ, მაგას ვერ ვაკეთებთ. რეგულაციები. ანუ იდეაში სადაც შეგვიძლია გავიტანოთ, იქ ყველგან კონტენტი გაგვაქვს. ანუ რისი საშუალებაც არის ამ რეგულაციამ. და ერთ-ერთი მთავარი რაც ახლახანს კი არა და დიდი ხანია უკვე გაშვებული უბრალოდ ახლა დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, ამაზე არის აპლიკაცია, რომელიც ასევე გუნდის წევრიც შენც ხარ, ხო? ანუ აი ეგ მოდი აპლიკაციაზე ვილაპარაკოთ, მე ასევე მაინტერესებს აი agile-ი ახსენე შენ ახლა და შენი საქმიდან გამომდინარე, როგორც ხდები შენ საკმაოდ მრავალფეროვანი, არა მხოლოდ საქმე, არამედ მრავალფეროვანი ადამიანებიც არიან შენს გარშემო, ვისთან ერთადაც მუშაობ, ხო? ამაზეც მინდა მე ცალკე რომ ვისაუბროთ, ოღონდ ჯერ აპლიკაციაზე რა პროდუქტი შექმნით და შენი როლი რა არის ამ პროექტში? კი ბატონო, აპლიკაციის გუნდს შევუერთდი მე რამდენიმე თვის წინ, უკვე იდეაში აპლიკაციის მუშაობა რო დაიწყო, მაშინაც მუშაობდი აპლიკაციაზე, მაშინ არც agile-ები არ არსებობდა, არც რაღაცა aliens team-ი არ არსებობდა აპლიკაციის, ამჟამინდელი აპლიკაციის team-ი, მაშინ უბრალოდ რაღაცებში ვეხმარებოდით, რომ რაღაცა App Store-ზე გატანა იყო საჭირო, ასე შემდეგ რაღაცა სტეპები იყო, task-ები იყო, პატარა-პატარა task-ები და ნუ მარკეტინგულად ვეხმარებოდი. მე ცოტა ხანი ჩახსნილი ვიყავი აპლიკაციის team-ს და მე მგონი პატა იყო, არ მახსოვს ზუსტად, ნუ product marketing-იდან მოკლედ ეხმარებოდნენ და ეხა უკვე როცა გავიდა ლაივზე, ესე რომ ვთქვათ, აპლიკაცია გვაქვს, ვიცით და ვზრუნავთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გადმოწეროს და ითამაშოს, ეხა უკვე product marketing-ის როლს ვითავსებ მე პირადად აპლიკაციაში. ანუ უცნაური უბრალოდ ის არის რომ აქეთ ორ agile team-ში ვარ, რეალურად მე გამოდის რომ content team-შიც ვარ, აქეთ კონტენტის განვითარებაზე, რავი, ვებზეც, აპზეც და აპლიკაციაში. აჰა, გასაგებია. ეს აპლიკაცია როგორც ცალკე პროდუქტი, ამაზე ისე ხაზი მინდა გაუსვა და შენი კუთხით ვისაუბროთ ამაზე, როგორც აი პროდუქტ მარკეტინგული კონტექსტით რო ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მეც საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული ამ პროდუქტის პრომოუშენში და
გარეთ გატანაში და გარეკლამაში ვიცი რომ ეს პროდუქტი რაც გვაქვს ეს არის ისეთი და მე თვითონაც დავრწმუნდი ამაში რომ როგორც მითხრა ერთ-ერთმა დეველოპერმა რომელმაც შექმნა თავიდან ეს აპლიკაცია ერთხელ რო გასინჯავ მე ვეღარ ბრუნდები ვებზე რა ანუ ისეთ იმდენად კარგია და იმდენად და აი როგორც ესე შეადარა როგორც Facebook-ზე მაგალითად ტელეფონით რო შედიხარ ხო აპლიკაციაში შედიხარ და არა ბრაუზერით ხო ესეც ხაზი გავუსვათ ამას რომ ბევრი სხვა შორის შეცდომით ეძახის აპლიკაციას იმას რომ ტელეფონში გახსნა უბრალოდ აჭარაბეთ კომი ვებ ბრაუზერიდან ხო Chrome-დან Safari-დან ან სხვა რომელიმე ბრაუზერიდან ეგ არ არის აპლიკაცია მოკლედ აპლიკაცია ცალკე native iOS Android აპლიკაცია რომელიც ცალკე უნდა გადამოწერო და აყენო და მე გაქვს უკვე და მე აღარ უბრუნდები ვებს მოკლედ რომ ვთქვა ეხლა შეგაწყვეტინებოდ მეცინებოდ აი ხა რომ ამბობდი უბრალოდ იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ჩემთვის და ყველამ რო ვიცით ეს და ჩვენთვის ნათელი არის ჩვენ შეიძლება სასაცილო არის მაგრამ რეალურად ჩვენ თიმში ეგეთი ჩელენჯი დაგვიდგა რომ ხალხს როგორ გავაგებინოთ რომ აპლიკაცია არ არის ის უბრალოდ რასაც ყველაფერი ტელეფონიდან ხსნი ბრაუზერში რომ რაღაცა Google Chrome-ში შედიხარ და იქ რომ იქიდან შეიძლება Facebook-ზე შეხვიდე და აპლიკაცია შეიძლება ან შორტკატი გქონდეს მაგალითად იმის ბრაუზერის და იმით ხსნიდე ხო ეგეც არ არის აპლიკაცია ხო და რადგან ჩვენი სამიზნე აუდიტორია ძირითადად მას სეგმენტი რაც არის მაინც და მაინც კარგად ტექნოლოგიებში გარკვეული არ არის როგორც აღმოჩნდა რა ამიტომ ნუ ისე კარგად პრინციპში არა როგორც ჩვენ ვართ ხო ამიტომ ეგ არც მოეთხოვება ყველა საერთოდ არც მოეთხოვება ხო ამიტომ აპლიკაციის ახსნა გვჭირდება ეგრე გამოდის რა ეგრე მიდგა საქმე რომ ხალხს ჯერ უნდა ის უნდა ვასწავლოთ რომ აპლიკაცია რა არის და მერე უნდა გადმოვაწერინოთ აჭარებენს აპლიკაცია რომ დაიმახსოვრონ ეს აპლიკაცია არის და ოდნავ საქმეს ეგეც არ თულებს მაგრამ ნუ თავისი თან ჩელენჯია და თავისი ასწავლებს რა ეგეთი ამოცანა რო გაქვს მარკეტინგული რომ შენ რაღაცა ჩვევა გამოიმუშაო ხო მომხმარებელში მაგას თავისი საალკე მაგარი მუღამია ხო აი მან ისიც ქონდა მცდელობაც ქონდა კოკასგან მოდიოდა ეგ შენ ძალიან კარგად იცი ეგ ამბავი რომ რაღაცნაირად სახელი დაგვეკავშირებინა მაგ ფაქტთან თვითონ აი მაგალითი პარალელურ არა მონათესავე არ არის პრინციპში მაგრამ ნუ სხვა სფეროდან რომ მოვიყვანოთ მაგალითი ბანკინგის სფეროდან ხო რომ გვაქვს საქართველოს ბაზარზე მაგის მაგალითი რომ მობაილ ბანკი დაარქვეს ეხლა მობაილ ბანკი ჩვენ ვიცით ხალხმა რამდენად იცის და მაგას აპლიკაციას მობაილ ბანკზე ეძახის ეგ საკითხავია მაგრამ თვითონ მცდელობა პრინციპში ქონდათ რომ ეგრე მიეტანათ ხალხთან რადგან აშკარად იქაც იგივე პრობლემა იყო ხო აშკარად იქაც პრობლემა იყო რომ ვერ ხვდებოდნენ ეს აპლიკაცია რა არის ხო და ამიტომ დაარქვეს მობაილ ბანკი და ჩვენს რაღაცა მაგის მცდელობა ქონდა და ნუ საბოლოოდ მაკეთკენ მივდივართ რომ რაღაცა ეგეთი შევიმუშაოთ რომ ხალხს თან აპლიკაცია ვასწავლოთ თან აჭარაბეთის აპლიკაცია ხო ნუ აჭარაბეთის აპლიკაცია რა მოკლედ საბოლოოდ ჯამში ამას ვეძახით და ეგ არის ხო კიდევ ერთხელ რო ვთქვათ რომ განსხვავდება ეგ ვებისგან ეგ არ არის ის რაც უბრალოდ ტელეფონში მობილურით გახსენი რაღაცა ბრაუზერით ხო მშვენიერი კაი მოდი ახლა მივუბრუნდეთ იმ ეჯაილის თემას იმიტომ რომ ამაზე ჩვენ ერთი ცალკე ეპიზოდიც გქონდა რომ აი აღარ არის პრინციპში არც სიახლე აღარ არის ბევრი მუშაობს ახლა agile სისტემით რამდენად კომფორტულია შენთვის აი ეს გუნდებში ესე გადახტომა თუ ლაბირება თუ რაღაც შეიძლება მას უწოდოთ და რამდენად განსხვავდება ეს საქმეები ერთმანეთისგან რომ აი შენ გიწევდეს რაღაცა სვიჩები რა რაღაც ესე ტასკებს შორის ბიჭო პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ არის ძალიან საინტერესო იმიტომ რომ რეალურად რა ხდება დიდ კომპანიებში და ჩვენთანაც ეს პრობლემა მე მგონი იყო და ნუ პრინციპში იყო მცდელობები რომ რაღაცნაირად ეს პრობლემა იქამდე დაძლეულიყო და მე მგონია რომ agile გუნდი არის რასაც ეხა უნდა ვისაუბრო ამ პრობლემის მოკვარების ძალიან კარგი solution-ი რა რეალურად იმიტომ რომ როცა დიდი კომპანია ხარ, გაქვს დეპარტამენტები ძალიან ბევრი და მე ჩაშლები ამ დეპარტამენტებში და ნუ უამრავი წევრი არის თითოეულ დეპარტამენტში და ნუ მე თითოეულ დეპარტამენტი იმიტომ რომ რაღაცა ზედმეტი საქმეები არ მიიღონ, რაც შეიძლება სხვა საქმეებს ხელს შეუშლის. ეხლა შენ რო სიტყვაზე IT გუნდის წევრი იყო და მე რო მარკეტინგი ვიყო, ვაფშე საერთოდ არ ვიცი რა საკეთებ ხოლმე რა, ანუ ყოველდღიური შენი daily task-ები რა არის და რამდენი task-ი გაქვს, არ ვიცი. რეალურად აი ესეთ დიდ ორგანიზაციაში, ხო? და რადგან მე არ ვიცი, მე პირდაპირ მოვდივარ შენთან და გეუბნები რომ იცი ამის გაკეთება მინდა ხვალ. და შენ ამ დროს გაქვს მილიონი საქმე გასაკეთებელი. ამიტომ რეალურად გიწევს რომ შექმნა რაღაცა ბრიფები, რაღაცა ასე შემდეგ რომ, ნუ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ბრიფი, მაგრამ ნუ რაღაცა თავდაცვის მექანიზმები შექმნა რომ მე ჯერ ეს ყველაფერი ვავსო, ველოდო. ცოტა დროში რომ გადანაწილდეს ეს ისა. თან დროშიც განაწილო და თან რაღაცნაირად თავიც დავიცვა ზედმეტი საქმისგან, ესე რომ ვთქვა. ზედმეტი ხო, ნუ overload-ისგან.
კი ბატონო, ეგ უფრო სწორი ტერმინი არის, პოლიტკორექტული მადლობა. ხო და ამიტომ agile team-ი ამ პრობლემას მარტივად აგვარებს. იმიტომ რომ ერთად რო დავჯექით მე და შენ agile-ში და შენ იმის წარმომადგენელი ხარ, შენ დეპარტამენტის და მე ჩემი დეპარტამენტის, всё, ვიცი შენ რასაც აკეთებ ყოველდღე. შენ ციცი რასაც ვაკეთებ. ანუ მიზანი ერთი გვაქვს და გარედან არ შემოდის არაფერი. რა თქმა უნდა, მიზანი გვაქვს ერთი, ვიცით ორივე რა შვებით, ვიცით როგორ უნდა მივუდგეთ, ერთად ვმსჯელობთ შენ გადმოსახელს მეტყვი, მე ჩემსაც გეტყვი და ბევრად უფრო სწრაფად მივდივართ მიზნამდე და ეს რაღაცა დეპარტამენტებში ჩასვლები და რაღაცები აღარ გვჭირდება, მოკლედ ესე რა ვთქვათ. ამიტომ ძალიან სწრაფი არის ეფექტური შემცირდა, ხო, agile-ით ესე გამოდის, ხო? ზუსტად, ნუ agile-ით თვითონ სიტყვაც ეგ არის, ხო, უფრო მოქნილი, ცხარტი, რაღაც ესეთი პროცესი, დინამიური, სადაც ხო, ნუ სხვადასხვა კომპეტენციის ხალხი იკრიბება და ერთად მე თან ეს რაღაცა კომპეტენციის შეარინგს, ანუ გაზიარებასაც იწვევს, ხო, რაღაც მხრივ. კომპეტენციის გაზიარებასაც იწვევს და უფრო team spirit-ი უფრო მეტად არის რა რეალურად, იმიტომ რომ გუნდი რო გქვია და შენი საქმე რო გქვია იმას, ანუ გუნდის წევრი საქმე რო გქვია, შენს ყველანაირად ცდილობ რომ იმას უფრო მეტად მიაღწიო და შეიძლება ანუ აი ცალკეულ დეპარტამენტში რო ხარ, შენი კონკრეტული საქმე კონდეს, მაგალითად რამე აი მარკეტინგული რაღაც აქტივობის გაკეთება იყოს მარტო შენი საქმე და არა იმ პროექტის წარმატების მიღწევა რა რადგანაც ეს რაღაცნაირად შენ tasks ჩახურავ და მე თითქოს დაბადება ხელი ეგ რო არის ეს განცდა ხო შენ გინდა რომ ის IT-ის მხარე ის იურიდიული მხარეც ის ყველაფერი ერთ დონეზე წარმატებული იყოს საერთო ჯამში ხო აი კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში ახლა ეგ გამოიწვია ზუსტად რომ მე შეიძლება ჩემ მხარეს ანუ პროდუქტ მარკეტინგის მხარეს რაც არის მაგიტო ვთქვი რომ ბევრ ამას ვეხებით ხო რა თავიდან პროდუქტ მარკეტინგის მხარეს არის ის შეიძლება ძალიან კარგად გავაკეთო მაგრამ სხვა მხარეებსაც უკვე ყურადღებას ვაქცევ რა ანუ სხვა მხარეებსაც ხო ყველაფერი ოკეი არის მაქსიმალურად ჩართული ვარ თუ რამით შემიძლია დავეხმარო ვეხმარები მაქსიმალურად და შესაბამისად მაგიტო გამოიწვია ის რომ შეიძლება პროდუქტ მარკეტინგი არის უშუალოდ ჩემი სტატუსი ესე რომ ვთქვა მაგრამ ბევრ სხვა რამაშიც ვიყო ჩართული სადაც საჭირო არის და ხედავ რომ რამის გაკეთება შემიძლია შვენიერი მე რა მაინტერესებს ახლა შენ როგორ მოხვედი აქამდე სადამდეც მოხვედი რა ანუ შენი ეს კარიერული გზა როგორი იყო იმიტომ რომ ბევრი შეიძლება ახლა გვიყურებს ისეთი ვინც პოტენციურად შეიძლება თავის თავს ხედავდეს ავი შენ ადგილას ან ჩვენთან დაჯერებეთში ან სხვა რომელიმე გავს კომპანიაში იგივე პოზიციაზე რომელსაც შენ აკეთებ რა ნაბიჯებია გასავლელი ან შენ რა ნაბიჯები გაიარე ჩემი ეხლა სამსახურები ჩამოთვალე და დავიწყო ძალიან შორსწავალი, იმიტომ რომ ერთი 8-9 ადგილას მიმუშავე. ცალსაკი არ ჩამოთვლი არც ერთს რა. უბრალოდ რო დაგანახო რომ საით მივდიოდი და სად მინდოდა მივსულიყავი. მაგ მიმართულებით დავიწყებ რომ მე მგონი პირველ თუ მეორე კურსზე ვიყავი, არ ვიცი, იქამდე მქონია მარტო რაღაცა daily job-ები შესრულებული, ფლაიერების დარეგება სკოლაში. მაგრამ სულ მაინტერესებდა რომ რა თქმა უნდა ეგრე წარმომედგინა პრინციპში მე რომ სკოლას რომ მორჩები და უნივერსიტეტს რომ დავიწყე ხონდა დავიწყე მუშაობა ანუ რომ ჩემ ტვინში ეგრე იყო რა იმიტომ რომ უკვე დიდი რასაც გვილაგებენ ხო ეს სკოლა უნივერსიტეტი ხო რა უნდა ყავდეს ხო ზუსტ ხო და ჩემ ტვინშიც ეგრე იყო რომ მაინტერესებდა უბრალოდ რომ ყველა ესე ამბობს ხო ანუ რავი მეც ვნახო აბა რა არის და პირველ თუ მეორე კურსზე ვიყავ რა მახსოვს დავიწყე კარფურში კონსულტანტად მუშაობა ვიმუშავე ზუსტად 1 თვე იმიტომ რომ მივხვდი რომ არ იყო ჩემი საქმე ანუ ფერმოვერგე თან ანუ კოლჩენ მიდიოდი რაღაცა ასე შემდეგ და ნუ არ მომწონდა ეგრე გრაფიკში ძალიან შეზღუდულად მუშაობა ესე რომ ვთქვათ იმის მერე ბევრი სხვადასხვა სამუშაო მქონია მაგრამ ყოველთვის თავს კომფორტულად ვგრძნობდი უფრო ისეთ სამსახურებში ესე რომ ვთქვათ აი მაგალითად ვიყავი ანიმატორი უნივერსიტეტის პერიოდში რა ანუ რაღაცა მეორე კურსზე თუ ხო მეორე კურსზე ვიყავი ანიმატორი დიდი ხნით რაღაცა ისინი მიმყავდა დაბადების დღეები მიმყავდა ზოგჯერ ქორწილებიც მიმყავდა და ასე შემდეგ რა ვიყავი ბანაკში ლიდერი ბავშვების და ასე ანუ რაღაცა ეგეთი სამსახურები რაც ხალხთან ურთიერთობა და ცოტა რაღაცა ესა ხო? კი ფოტის მიცემა. ხო, ანუ შეიძლება იქ უფრო რაღაც 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი მქონოდა სიტყვაზე ბანაკში და იქ 6 საათიანი, მაგრამ ის 12 საათი მერჩივნა ამ 6 საათს რა, რომ მემუშავე, იმიტომ რომ იქ უფრო კარგად გრძნობდი, რომ ჩემ თავს ვარეალიზებ. ხო და ნუ რა თქმა უნდა ეს ოფის ჯობებიც მქონია პარალელურად, რომ რაღაცები
მიკეთებია, რავი, ოფისშიც ეგეთი 9 to 5 ჯობებიც ჩვეულებრივად მქონია, მაგრამ ეხა ყველაზე მეტად რავი 5 წელია აქ ვარ და ყველაზე მეტად ვერასოს ვერ წარმოვიდგენდი, რომ 9 სამსახური რო გაქვს გამოცვლილი და უცებ 5 წელი აქ თან არ ვარ, ჯერ ისე დიდი 28 წლის ვარ. ნუ უკვე საკმაოდ დიდია. ხო, ლადეგრეც არა. ფაქტობრივად გამოდის, რომ 23 წლიდან აქ ვარ, ხო? და ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ 5 წელი სადმე ვიქნებოდი. მაგრამ რეალურად ის რო ჩემი ინტერესი რაც იყო მარკეტინგი ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის, რავი, თორე დედა ჩემი და ჩემ ოჯახში არიან ყველა იურისტები და ყველა მეძახდნენ, რომ იურდილზე ჩააბარე რამე ფირმას გავაკეთე. მაგარ რებელა ბავშვი. ხო, და მე ამდენი და მარკეტინგი მინდა რა, ხო და ამიტომ პირველ რიგში ეგ იყო, თავიდან ეგ იყო და ძალიან საინტერესო იყო, ძალიან გაზრდა იყო თავიდან პირველი 2 წელი სიტყვაზე და მე უკვე ეს ყველაფერი რო დაემატა, რომ კომპანია თვითონ კულტურა ისეთი არის კომპანიაში, რაც თავიდანვე ვთქვი, რომ თავისუფლება გაქვს საქმის კუთხით. ანუ შენ ეს გაინტერესებს და იცი და შენი თავი ამოწურე, შეგიძლია სხვა საქმე დაიწყო და სხვა საქმეს მოკიდო ხელი რა და ისიც ბოლომდე მიიყვანო და იმაშიც განვითარდე. ეგ არის ძალიან საინტერესო ჩვენთან. რაც მე მგონია, რომ განსაკუთრებით ქართულ კომპანიებში სხვაგან ძალიან იშვიათი არის. ახლა ძალიან იშვიათი არის. იქ არის უფრო მიეჯაჭვე რაღაცა ერთს და იმაში გამოწურე შენი თავი და მე მოგვეს და მე წახვედი. კი ბატონო, ზუსტად მე მოგვეს და მოძებნე სხვა. ანუ ხო და აქაც რო იგივე არ დამართნო და რაც უკვე 9 ჯერ ვქენი, ამიტომ აქ გადავწყვეტე რომ ეგრე წავსულიყავი რომ რაღაცა ერთს რო გავაკეთებ, თან ბევრად უფრო მეტი თავისუფლება საქმის კუთხითაც, გრაფიკის კუთხითაც, იმიტომ რომ სახლში ხარ, კომფორტულად ხარ, შენ ზონაში ხარ, იქიდან კარგად მე ძალიან ბევრი ვიცი რომ ოფისში დადის და ძალიან მოწონთ და ძალიან მაგარი ოფისი გვაქვს. ვისაც ოფისში სიარული მოწონს, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო კომფორტულია რომ რაღაც ჩამჯდარი ვარ ჩემთვის, რაღაცას ფიქრობ, რაღაცა კრეატიული ნაწილიც უფრო კარგად მუშაობს და პროდუქტიულობა მანდ უკეთესი მაქვს ყველანაირად რა ესე რომ. ხო, ეს ჰიბრიდული რეჟიმი მოკლედ კაია რა, ნებისმიერ რაღაცა ალტერნატივები როცა გაქვს ყველა ვარიანტი ჯობია ვიდრე ერთ იმას. კი. თან როცა საჭირო არის და იცი რომ რაღაცა გჭირდება და ბარემ იქ მიხედავ ყველაფერს, მიდიხარ და იქ აკეთებ. ძალიან კომფორტულია. კაი, ანუ ეგ რაც ჩამოთვალე ახლა შენ ხო ეს საქმის მრავალფეროვნება, ეს ჰიბრიდული რეჟიმი სახლიდან ან ოფისიდან და ეს საკუთარი თავის მუდმივი განვითარება შეიძლება ცოტა შაბლონურად კი ჟღერს, მაგრამ შეიძლება ითქვას ეგ მიზეზები, რამაც შენ აი 5 წელი დაგტოვა აჯარაბეთში? ზუსტად და ნუ ხალხი რა თქვა უნდა რა, იმიტომ რომ შენ მსგავს ხალხი არის აჯარაბეთში, შეიძლება ანუ ხო ნახე, შენი მსგავსი ბევრი არ არის. მოდი ესე ვიტყვი, ძალიან ბევრი არ არის. არის, მაგრამ თავარი არის რომ ესეთი კაი ადამიანები არიან რა, ანუ იმიტომ ძალიან დიდი კომპანია არის. ყველა ეგეთი ვერ იქნება. ხო, რა თქმა უნდა, არ დავიყო. ხო, მაგრამ თუ გინდა ყველას მოძებნი, ასე რა ვთქვათ, და გექნება, რავი, სამუშაო გარემო ისეთი, რომ რაღაცა ხალხთან მუშაობითაც ისიამოვნებ. მარტო ის არ იქნება, რომ საქმით ხო, ანუ ასტორებს რა. კი. ხო, ეგ მართლაც მნიშვნელოვანი ელემენტია, ახლა ეგ თუ არ არის, მაშინ ძალიან ძნელია ეგ რომ დიდი ხანი გაჩერდე, ხო, იმიტომ რომ შენი დღის ნახევარს ფაქტობრივად ატარებ ისეთ გარემოში, სადაც კომფორტულად არ ხარ და ეგ პირანაირი შემთხვევაში ვერ იქნება კარგი. კარგი, ნიკოლოზ, ახლა რაც მინდა მე ასე რომ ვილაპარაკო, შენ ძალიან აქტიური, ისეთი სამსახურს მიღმა ცხოვრებაც გაქვს, ხო? მაგაზე რომ მოგვიყე, რაში გამოიხატება ეს? ყოველთვის რავი ბავშვობიდან მოყოლებული ვიყავი ძალიან სპორტულად აქტიური ადამიანი რა, ესე რომ ვთქვათ. უბრალოდ ბავშვობაში ოდნავ ჭირიანი ვიყავ. ესე რა ვთქვათ რა. სულ რაღაცები მემართებოდა, ან სულ გაციებული ვიყავი, ან ფილტვების ანთება მქონია რამდენჯერ მე ბავშვობაში და 40-ზე მაღალი სიცხე, 41-ს არ ვიტყვი. ხოდა ანუ რავი, ანუ ბევრჯერ მქონდა და გადავწყვეტე რომ რაღაცა პერიოდში როცა გავიზარდე, მივხვდი რომ თურმე შენ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნო ადამიანმა რა. საჭირო არის. რომ იმუნიტეტიც გაიძლიერო, თან სპორტულად აქტიური ვიყავი და მაგის გამო მე რაღაცა ფეხი ამტკივდებოდა, სამტკივდებოდა, ელინთა ამტკივდებოდა, ვერაფერს ვერ შევოდი, ეგენიც გავიძლიერო. და ეხა რეალურად დღესდღეობით ანუ შევყევი რაღაცა ვარჯიშებით ასე შემდეგ და დღესდღეობით ყოველ დღე რუტინა მაქვს ეგეთი, რომ რაღაცა
რაოდენ კილომეტრაჟი უნდა დავაგროვო ესე რა 10 კილომეტრს ყოველდღე დარბიხარ რაც არის სიგიჟე ანუ აი ჩვეულებრივი როგორ ახერხებ ამას ხო ანუ დილით შვები ხო თანაბას სამუშაო დღე დაიწყება საერთოდ როცა სიცხე არის აღამოს ვერც იზამ მაგას რა ანუ და ზამთარშიც ან ბილიკზე ან რაღაცა ეგეთა ნუ სეზონზე განსაკუთრებით ვაკეთებ ამას რა თქმა უნდა ეხლა მთელი წლის განმავლობაში ყოველდღე 10 კილომეტრი სიგიჟე არის ხო მაგრამ ეხლა ნუ გაზაფხულზე შემოდგომაზე დიდი სიამოვნებით ძალიან დიდ სიამოვნებას მაინჭებს მე თვითონაც და რაც მთავარია მარტო სიამოვნება ანუ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებს მართალი რო თქვა რა სიამოვნებას ვერ მოგანიჭებს თვითონ 10 კილომეტრის სირბილი სიამოვნებას განიჭებს ის რაც მოყვება მაგას ხო იმიტომ რომ დილით გაღვიძება მიჭირდა სულ მაგალითად ხო ეხა წეღანას ხო ვამბობთ რომ სულ მიჭირდა დილით გაღვიძება და დილით ადრე გაღვიძება რო დავიწყე მე ვარჯიში რო დავიწყე ანუ დილით იღვიძებ რაღაც სიტყვას 11-12 საათზე და აუ დღეს ამდენი საქმე მაქვს ეხა ამას რა გააკეთებს აუ იქ ვარ რაღაცა გასაკეთებელი მაქვს ოფისში ვარ წასასვლელი რაღაცა ხო ცხოვრება გეზარება მოკლედ. ყველაფერი გეზარება და მე რო საქმე გაქვს მართლა გასაკეთებელი და რაღაცა შეხვედრაზე ხარ შესასვლელი შედიხარ ეგეთი. რომ აუ ეხა და მე რო ანუ ეს დავიწყე, ანუ ყოფილ ვარ ეგრე, მაგრამ რო დავიწყე მე რო დილით ადრე გაღვიძება რაღაცა ეს 10 კილომეტრის სირბილი თუ გინდა შეიძლება ცოტა არა ხო დილით უკვე თაგაკ უკვე გადაგავრებული და ანუ ბევრი საქმე გაქვს უკვე გაკეთებული და მე შედიხარ ისეთ ხოძზე რომ აბა გამოუშვით რა ეგეთი და შესაძლოა მაგას დაუმუღავე მოკლედ ხო კი ამას მაგრა დაუღე მუღამი ესე რო თქვა და ეგ აი წეღანაც აი რო ვამბობდით ჩვენ სანამ დავიწყებდით ჩაწერას რო საუბრობდით რაც შემჩნევია მე რომ ადამიანის ესეთი არაპროფესიული ცხოვრება, აი პირად ცხოვრებასაც ეძახიან. რა მისი ჩვევები, მისი რა ვიცი, რასაც შენაკეთებ ახლა თუნდაც ხო? როგორ სინქრონდება მე მის აი ამ პროფესიულ ცხოვრებასთან. ანუ რა გადმო გაქვს, რა სტრატეგიული გადმო გაქვს შენ ერთიდან მეორეში და პირიქით, სამსახურიდან იქეთ. აი ძალიან საინტერესო რაღაცა არის, იმიტომ რომ სირბილი არის თვითონ ჩემთვის პირადად არა მარტო ის რომ რაღაცა ვივარჯიშო, კარგად ვიყო და ასე შემდეგ, არამედ უფრო მეტად ფსიქოლოგიური და მენტალური ნაწილი. ანუ სიტყვაზე რაღაცა პერიოდი იყო, რომ ოდნავ სირთულე რო გაქვს ცხოვრებაში, ვცდილობ ყველანაირად ეს სირთულე გადალახო რა მედიტაციები და ასე შემდეგ, რა ვცდილობ რომ რაღაცა ახალი მოსინჯო. ჩემთვის სირბილი არის მედიტაცია პირველ რიგში რა, რომ თან ყველაფერზე ფიქრობ, ანუ რაც გაწუხებს, რაც არ გაწუხებს, ცხოვრებაზე ზოგადად, იმიტომ რომ ეხა საქართველოში დღესდღეობით, დღეს საქართველოში რო ცხოვრობ, შეუძლებელია რომ პრობლემა არ ქონდეს. ანუ შეუძლებელია რომ რაღაცა არ გაწუხებდეს დღევანდელ საქართველოში და მე ძალიან მაწუხებდა ეს ყველაფერი და აი სხვათა შორის აქ პოლიტიკას ვსაუბრობთ. აი ხო ძალიან კაი მაშინ. აი არჩევნების მერე 2 დღე ვიყავი საშინლად რა, ანუ ისეთ სუდად ვიყავი, მეთქი ეხა რა ვქნა თქვა, ანუ ყველაფერზე რო ფიქრობ, რომ ანუ ხვალ წახვალ ზეგ და თუ რა სიზავ და ან საერთოდ რა იქნება მომავალში ასე შემდეგ და ის 2 დღე დარბოდი? აი მაგას მაგამდე მივდივარ. არჩევნების პერიოდში ის იყო ხო შემოდგომა იყო სეზონი არის რა ანუ სპორტული სეზონი არის მით უმეტეს სირბილის მხრივ იმიტომ რომ ბევრი მარათონები და რაღაცები არის და კვირაში ვაკეთებდი 120 კილომეტრს რა ანუ კვირაში დავრბოდი 120 კილომეტრს ანუ დღეში 10 კილომეტრი აღარ ყოფნის უკვე ორჯერ უნდა ირბინო დღეში რა ან 10-ზე მეტი უნდა ირბინო ხო და ვემზადებოდი ესე რომ ვთქვათ რაღაცა მიზანი მქონდა რომ მარათონზე გავსულიყავ და კონკრეტულ დროში მერბინა ხო და ეგ ამბები რო დაიწყო არჩევნები რო იყო არჩევნების შემდეგ 3 დღე ვერაფერს ვეყავ შვებოდი არც სირბილის რაღა გერბინება ხო ანუ და 3 დღის მერე გავედი სარბენად ვირბინე 20 კილომეტრამდე რაღაც ნახევარ მარათონი 21 კილომეტრი გავაკეთე და სირბილის დროს აი შუა სირბილში მაგ ყველაფერს ხო ფიქრობ დავალაგე და როგორი ხოდით მოვედი რომ მეთქი რაღაცა გავედი დავიღეთ და აბა გამოუშვით ანუ სირბილი ყოფილა ისა რა გამოსავალ ანუ ხო ირბინეთ მეგობრებო კაია ეგ არის ხო ანუ ადამიანს სირბილი არა კონკრეტულად ეხლა ჩემთვის სირბილი არის ვიღაცისთვის შეიძლება ცურვა იყოს ვიღაც შეიძლება ჯიმში წასვლა და რაღაცა შტანგების აწევა მე ვერ უმღავებ მაგას არ ვიცი ვიღაცთვის იოგა შეიძლება იყოს არ ვიცი ბევრი რამე არის უბრალოდ ადამიანმა უნდა იპოვოს ჩემი აზრით აუცილებლად
სამსახურის გარეთაც ისეთი რაღაცა პირად ცხოვრებაში, რასაც ყოველთვის აკეთებს, სტრესის მოხსნაშიც ეხმარება და მოტივაციის მოძებნაშიც ეხმარება საკუთარ თავში, რომ აუცილებლად გააგრძელოს მერე შემდეგი დღე იგივე მოტივაციით. და აი ეგ როგორ ისახება ახლა შენს სამუშაო ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, რა როგორი პარალელები შეგიძლია გაავლო? ზუსტად წეღან რაც ვთქვი, რომ რაღაცა პრობლემა შეიქმნა ჩემს ცხოვრებაში, ანუ ყველა ცხოვრებაში, მაგრამ კონკრეტულად ჩემს ცხოვრებაშიც, ხო, იმ დროს. და არ ვიცოდი რა მექნა, ვიყავი გაჭედილი, ხო? ამ დროს წავედი ვირბინე, დავიცალე სტრესისგან, სხვა რაღაც გავაკეთე, დავიცალე სტრესისგან, შევივსე რაღაცა ენერგიით, მოტივაციით და მოვედი. იგივენაირად სამსახური, რავი, ხშირად არის რომ პრობლემური სიტუაციები გვაქვს, რაღაცა თასკი გვაქვს, არ გამოგვივიდა, ვაიმე ფუ რა ასე შემდეგ, ხო? და მაგ დროსაც ფიქრიც გეხმარება ძალიან, მაგრამ ზედმეტი ფიქრი პირიქით ზოგჯერ ხელს გვიშლის. კი ბატონო, ხო. ხო, იმიტომ რომ შეიძლება გაჭედო, ვერ მოიფიქრო და აგრძელება და უარჩედავ, კი. უფრო მეტად შედიხარ სიღრმეში. ანუ ეხლა ფორმულა რო გავაკეთოთ, რასაც ამბობ, დაახლოებით ესეთი რაღაც გამოდის, რომ რაღაცაში ტუპიკში რო შეხვალ, იმაში თავით რტყმას ჯობია რაღაცაზე გადაერთო, რაღაცა მარტივი ან ის არ არის აუცილებლად მარტივი იყოს, ეხლა 20 კილომეტრის სიბრტყეში არ არის მარტივი, ხო, მაგრამ ისეთი რაღაც გააკეთო, რაც გამოვა და ეს იმდენად შენ გაძლევს მოტივაციას და თვითრწმენას და შემართებას, რომ მე ყველაფერს აკეთებ. იმასაც, რასაც სადაც გაიჭედე მანამდე. ზუსტად ეგ თემაც არის, რომ ანუ როცა შენთვის რაღაცა გამომწვევი არის, ჩელენჯინგ არის რა. სამსახურში ბევრი რაღაცა გვაქვს ეგეთი, რომ ჩვენთვის ჩელენჯინგ არის, რომ რაღაც ახალ საქმეს ვიწყებთ, არ ვართ არწმუნებული, რომ კარგად გამოგვივა. თუ ახალი რაღაცები არ დაიწყე, ახალი რაღაცები არ ცადე, თელი საპოდკასტი მე მგონი ამაზე ვლაპარაკობ ხარ, რომ რაღაცა ახალს უნდა მოკიდე ხელი, რომ განვითარდე და შემდეგ. თუ ახალი რაღაცები არ ცადე, მაშინ რავი განვითარება უნდა რთული არის მაგას, მაგრამ როდესაც ახალს ხელს კიდევ, მაგროს თან სწავლობ, თან ვითარდები და თან უფრო მე პირადად ბევრად უფრო მეტი მუღამიც მაქვს, რომ ის გავაკეთო და ბოლომდე მივიყვანო. ხო და იგივენაირად არის, ანუ აქეთ ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში რო გადმოიტანო, სპორტში რავი, თუ ნებისმიერ რამეში რო გადმოიტანო, ხო, რომ ყოველთვის აი სიტყვაზე 10 კილომეტრს ყოველდღე დავრბივარ და რთული არის კი ბატონო ეს ჩემთვის, მაგრამ რომ აქ მიზანი რომ თვის ბოლომდე სიტყვაზე ესე ვქნა, იმას რომ მივახწევ, მე ვიცი რომ კიდე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ანუ ეგ გაძლევს თავდაჯერებულობას და თვითრწმენას იმაში, რომ ანუ ამ ეს შეგიძლია, ანუ კიდე ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია. თუნდაც პირად ცხოვრებაში, თუნდაც სამსახურში და ასე შემდეგ და ანუ ეგრე ვითარდები ადამიანი ლოგიკური. აი ძალიან საინტერესო ფილოსოფია გაქვს რა ცხოვრებაში და ძალიან მამოტივირებელი ალბათ შეიძლება ბევრისთვის მართლაც ეგ იყოს, ჩემთვის არის ყოველ შემთხვევაში ცეღან მაგაზე მე თქვა დავიწყო თქო უკვე მესამეჯერ დავფიქრდი მაგაზე. რა სტრატეგიას მიმართავ იმისთვის რომ აი სამსახურშიც ეგრე იყო, ანუ გულისხმობ რას იცი რომ აი მაგალითად არის ბევრისთვის არის ეგა ხო რომ აი კომფორტის ზონაა მაგალითად თავის საქმეს კარგად აკეთებს რაღაც ძალიან კარგად გამოსდის ყველაფერი, ხელმძღვანელობისგან ან მენეჯერისგან რაღაცა მაყოფილება ყველა მხრიდან. რა არის ის მოტივატორი, რომ მოდი აბა ეხლა იგა და როგორ აკეთებ მაგას, რომ შენ თვითონ იჩენ ინიციატივას თუ გამოთქვამ რაღაც, მოდი აბა ამ გზით წავიდეთ, ან აი როგორ ხდება ეს ისე რა ფიზიკურად. აი წერან რომ თქვი ხო იცი, ცივი შხაპის დროს ბევრი იდეები. ხო გითხარი მეც ეგრე ვარ თქო. ცივი შხაპის დროს იდეები რომ მომდის, რა შეიძლება განვითარდეს. ანუ ეხა ამ ჩემ პოზიციაზე გარდა იმისა, რომ მარკეტინგი რაღაცა უფრო კარგად შეისწავლო, განვითარდა პროდუქტ მარკეტინგი, ხო და რაღაც მარკეტინგი იმდენად რამდენადაც საშუალება გაქვს, რადგან ბევრი რამე შეზღუდულია, ხო, რეალურად. მაგრამ ჩემთვის ანუ მარტო ის არის რაღაცა სოციალურ ქსელში რაღაც და ასე შემდეგ, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ დღესდღეობით ჰაიპი ძირითადად ეგ არის. მაგიტომ ამბობ ამას რა, ისე კი არა, რომ რაღაცა ნაკლები არის. ჰაიპი ეგ არის ძირითადად და ანუ მარკეტინგი რო ესმის ადამიანს პირველი გახსენდება, რომ აბა სოცმედია რაღაცა ეგეთი რა. ხო, მაგრამ ჩემთვის პირადად მარკეტინგი უფრო მეტად არის ციფრები და იმის დაკვირვა ციფრები, იმიტომ რომ ეგ გაძლევს ჩემი აზრით ყველაზე ზუსტად პასუხს კითხვებზე, რომელიც გინდა რომ ამოხსნა რა. შეიძლება კვლევების გააკეთო კი ბატონო, მაგრამ ყოველთვის ზუსტი 100% კვლევები არ არის და ვიცით რომ რაღაცა სტომილებები არის ხოლმე კვლევებში და
ციფრები ჩემთვის არის ზუსტი. რა შეიძლება რაღაცა არასწორად გაიგო, არასწორად გაანალიზო და არასწორი დასკვნა გამოიტანო, მაგრამ თვითონ ციფრი ზუსტი არის. შეიძლება შენ გააკეთე არასწორი დასკვნა. ხო და ამიტომ მგონია რომ ეს data based marketing-ი რაც არის ხა და რა პოპულარული არის და ჩემს სწორად არის პოპულარული, მაგას ვცდილობ რომ მაქსიმალურად მივაწვე და ამას საუბარი რატო დავიწყე არ მახსოვს. ანუ რა რასაკეთებ რომ ახალი ისინი დაიდო რა ახალი დონერს ხო და აი ამაზე საუბარი რატო დავიწყე ზუსტად გამახსენდა ეხლა რომ მარკეტინგის გარდა ბიზნესი არის ხო და რა თქმა უნდა თუ გინდა რომ განვითარდე ბიზნესი და კომპანიის მიზნებს კარგად შეუწყო ხელი ბიზნესს უნდა გესმოდეს როგორ მუშაობს უეჭველად ხო ანუ ბიზნეს თუ არ გესმის როგორ მუშაობს და კომპანიაში მუშაობ მაშინ ჯობს რომ პირველ რიგში ისწავლო კარგად ის ბიზნესი როგორ მუშაობს. იმიტომ რომ რასაც არ უნდა გააკეთებდე, აი ნებისმიერ საქმეს უეჭველად დაგეხმარება რა, იმიტომ რომ იცი რომ შენ კომპანიას რა მიზანი შეიძლება კონდეს. შეიძლება ყოველთვის შენამდე არ მოდიოდეს პიტერ ჯექსონი და არ გეუბნებოდეს ყოველდღე რომ ეს გვინდა ვქნათ. მაგის CEO ვინც არის მაინც დავაზუსტო. ანუ ეგრე clear ყველაფერი არის ცოტა ყველა გეგმა ყოველდღიური და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც შენ თვითონ გააქვს რაღაცა ბიზნეს knowledge და წარმოდგენა ბიზნესის ცოდნა და წარმოდგენა რა შეიძლება იმ კონკრეტულ შემთხვევაში ბიზნესისთვის უკეთესი იყო, მაგრამ გეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში კონკრეტულად შენ საქმეშიც და ოდნა უფრო დიდ მასშტაბზეც. ხო და აი ცივი შხაპზე რატო დავიწყე ლაპარაკი რომ ცივი შხაპის დროს ეგეთ რაღაცებზე თუ ფიქრობ, უცნაურია რომ ეგეთ რაღაცებზე იფიქრო. მაგრამ არის ხოლმე რომ რაღაცა ახალი გაქვს მოსაფიქრებელი რა და მუღამი გაქვს და ეგეთ რაღაცებზე რო ფიქრო, გაფიქრდება რაღაცა ახალი ინიციატივები რა შეიძლება გააკეთო, უფრო კარგი მიმართულებიც შეიძლება წახვიდე. ასე შემდეგ და მერე გადაგაქ ეგ რეალურად სამსახურშიც ეგ იყო მგონი კითხვა ხო კი ხო ანუ ეგ არის რა იდეაში ყველას აქვს ანუ ნახე იმის ცდუნება რომ შენ ჩაჯდე კარგად კომფორტულ გარემოში და მეტი წინ აღარ წახვიდე არის საკმაოდ მაღალი იმიტომ რომ ნუ კომფორტის ზონასაც ვეძახით ხო და ეს ოფიტი მხარე ამას ის აქვს რომ მე ხდები სტაგნაციური მე აწურინებ და აი სანამ რაღაცა და მე წინ მიდის ყველაფერი სფერო წინ მიდის ინდუსტრია ხალხი შენს გარშემო და ნუ შენ ადგილზე რჩები რა ბუქსაობ რა და ეგ რო არ მოხდეს აი შეიძლება მაგას ახლა მე ვერ წხვდებოდი სანამ შენ მაგას მკითხავდი მაგრამ რეალურად აი ზუსტად ეგ ნაწილი რომ აი მე რატომ აქ მოტივაცია სიტყვაზე რომ სამსახურშიც ეგ ვაკეთო ალბათ არის ზუსტად ის რომ აქეთ პირად ცხოვრებაში სულ აქტიური ვარ სულ რაღაცა ეგ არის ხო სულ რაღაცას მინდა მივაღწიო რა ეგ არის შეიძლება ზუსტად მე შეიძლება ამას ვერ ხვდებოდა გაუცნობიერებელი იყო მაგრამ ეხა რო გადმოვხედე ამ განსახედიდან რომ აქაც რო სულ რაღაცა მიზანი გაქვს ეგეთ პიროვნებად ყალიბდები რომ რაღაცა მიზანი უნდა დაისახო მიაღწიო დაისახო ახლა ანუ შეიძლება ცუდი არის არ ვიცი ეს რამდენად კარგი არის ხო ცუდი და კარგი მან ცოტა ისეთ შეფასება რა რაღაც თავარია რომ შენ როგორ ატარებ დროს ხო ანუ რომ აი მე მაგალითად ძალიან ბევრი დრო გამიტარებია ეგრე და ჩემ თავს ვებრძვოდი, რავი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, აი, ტელეფონზე სკროლის დროს, მაგალითად, ყველაზე დიდი დამოკიდებულება მქონდა ალბათ, რომ სულ რაღაცას სკროლობდი, სულ რაღაცას წერდი, რაღაცას უყურებდი და ტელეფონზე რა შეზღუდვებიც დამიყენებია რა 15 წუთიან 9 საათიანი და რო ვნახულობდი ხოლმე screen times დღეში მქონდა 5 საათი 6 საათი და ძალიან ბევრი იყო რა ჩემთვის ან ძალიან ზიხარ დარბოდი მაშინ არა მაშინ ვარჯიშობდი სირბილით არ დარბოდი რაღაც ვარჯიშობდი ნუ რაღაცა შვებოდი მაინც ყოველთვის შვებოდი ეგრე ვიყავი რა ან თან სპორტული ადამიანი რო არ ვიყო ალბათ სირბილს არ დავიწყებდი რა შეიძლება სხვის მაგიტომ ამბობ რომ სხვისთვის შეიძლება სირბილი არ იყოს და არ ვიცი რაღაცა ჭადრაკის თამაში იყოს კი რა ხო რა ხო ხდები ხო და ანუ სპორტთან სიახლოვე მაინც ყოველთვის რაღაცნაირად მქონდა ანუ ეს აქტიურობასთან სიახლოვე ესე რომ თქვა აქტიურობასთან ხო და ანუ ეგ არის ჩემი აზრით მთავარი რა კითხვაც ხა შენ დასვი რომ სამსახურშიც რა მაძლევს მაგის მოტივაციას რომ ზოგადად მიჩვეული ვარ ალბათ იმას რომ რაღაცა მიზანი დავისახო მე ვიბრძოლო იმისთვის ესე რომ თქვა რაღაცები ვაკეთო ჩემ თავთან ისევ ჩემ თავთან ვიბრძოლო თორე სხვასთან ბრძოლა რაღაცას არ მოგწევს ხო ეს ბრძოლაც ისეთია რა რაღაც ახალი ჩელენჯი და იმ ჩელენჯის გადალახვა და მე საინტერესო ცხოვრება ეგრე რა ჩემი აზრით. შვენიერი, ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის. ყველანაირ წარმატებას გიშრო ყველა ფრონტზე. სირბილი იქნება თუ სამსახური თუ ვარჯიშთან ვიცი რომ ეხლა რაღაც კლუბს აყალიბებთ ხო? სირბილის. ხო, ანუ მაგაზეც რავი. ვიტყვი რომ რადგან ესე ძალიან მიყვარს მოკლედ ეს საქმიანობა და თან მგონია რომ
ხალხი ვითარდება ესე და ზოგადად ხალხი კი არა, ანუ ქვეყანაც და ქალაქიც ვითარდება ესე, რომ ანუ მე პირადად სადაც ყოფილი განვითარებულ ქალაქებში და ქვეყნებში ყველგან დარბიან, აბსოლუტურად. ჩვენთან მე რო დარბიო, დარბენებზე არიან. ხო, აი ჩვენთან საქმიდან საქმეზე დარბიან რა, ხო ხტები და ან ეს რა ქვია, სუფრიდან სუფრაზე რა. ხო და მე რო დარბიო, ხოლმე ხალხი მიყურებს გიჟივით. რა ჭირსო, სად მირბი, სად ეჩქარებაო რა. ხო და მე მგონია რომ აი რაღაცები რაც ბევრი რამე რაც არ მოგწონს მაგალითად ის რომ სარბენი სუფთა ჰაერი არ გვაქვს ბევრი ქალაქში რაღაცა სარბენი ადგილები პარკები არ გვაქვს ასე შემდეგ იმიტოც არის რომ ბევრი არ დავბივართ. ყველა რომ ეგრე ვიყოთ ამ მოვინდო მაგალი მოთხოვნა რომ იყოს მე მოწოდებაც იქნება. ნუ მართალი არის ხარო დღევანდელ სიტუაციაში ბევრ ამას ვითხოვთ და არ გამოდის. ხო. მაგრამ ნუ რაც არ უნდა იყო თვითონ შიგნიდან მაინც შევიცვლებით ადამიანები და ამიტომ მინდა რომ სხვებიც მაქსიმალურად ვირბინოთ ბევრმა მოკლედ. აი ნიკოლოზ დვალიშვილის მოწოდება. ძალიან დიდი მადლობა. ესეც საინტერესო საუბრისთვის. მადლობა ვინც გიყურებთ და გვისმენთ AP-ს პოდკასტში. საუბრობთ ყველაფერზე რაც ეხება სამსახურს.